სანამ ყველა გელაპარაკება წარმატებაზე, მე გეტყვი როგორ უნდა იყოს წარუმატებელი 2026 წელს. პირველ რიგში, საერთოდ არ მიაქციო სოციმედიას ყურადღება. ჩათვალე რომ აქედან რეალური კლიენტი არ მოდის, არ გააკეთო არაფერი, არც რეკლამა გაუშვა, არც აკონტროლო სოცპოსტები, არაფერი. დაივიწყე. მეორე, არ გამოჩნდე Google-ში. რა ჯანდაბად გინდა რომ ხალხი რასაც ეძებს, იქ იყო. სიტყვაზე თუ სერვისი გაქვს, თქვა სანტექნიკის და ვიღაცა ჩაწერს სანტექნიკის სერვისს, რა გინდა რომ იქ გამოჩნდეს. არ გინდა არ გააკეთო. არც შენი ობიექტი არ გამოაჩინე ლოკაციებში. ყველა ზედმეტი კლიენტები მოგვიდნენ მაქედან. დაივიწყე. მესამე, არ აყვე ახალ ტენდენციებს, არ იფიქრო როგორ განავითარო შენი ბიზნესი და არ იფიქრო იმაზე თუ როგორი ახალი შეთავაზებები შეიძლება მოარგო შენს მომხმარებელს. ერთი და იგივე შეთავაზება შეგიძლია დატოვოს 10 წელი, ხელი არ შეახო, უბრალოდ შეხედავ ხოლმე კონკურენტებს, ისინი როგორ მიდიან წინ. და შენ შეგიძლია დარჩევ მაგ ადგილას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სატირა იყო, რომ თუ რეალურად გინდა წინ წასვლა, განვითარება, მეტი მომხმარებლის მოზიდვა ზოგადად ინტერნეტიდან მაქსიმალურად გამოწვევ ეს შესაძლებლობა, რაც შენს ბიზნესს შეიძლება გქონდეს, შეავსე განაცხადი და შევხედავთ, რომელი სერვისი შეიძლება შეგეფერებოდეს, რომ შენ უკეთესი შედეგი მიიღოს საბოლოოდ. აბა დროებით.